1 სექტემბერს ისრაელმა ცენტრალურ ღაზაში ალაქსას საავადმყოფოს მიმდებარედ არსებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა ბანაკი დაბომბა. ავიაიერიშებს მოყვა მსხვერპლი, დაშავდა ათობით მშვიდობიანი მოქალაქე. ადგილზე ძლიერი დაკვამლიანება იყო. აქ მშვიდობიანი მოქალაქეები ისხდნენ, რომლებსაც არაფერი ჰქონდათ საერთო ომთან. უბრალოდ ისხდნენ. გაუგნებული ვიყავი, როდესაც იერიში ზუსტად ამ ადგილას მოხვდა. ქალაქ ღაზის საჰაერო დარტყმები გასულ კვირას მას შემდეგ გაძლიერდა, რაც ისრაელმა ის საბრძოლო ზონად გამოაცხადა. ქალაქის გარეუბნებსა და ჯაბალის ლტოლვილთა ბანაკში ამბობენ, რომ ისრაელის სამხედრო ძალები შენობებს ასაფეთქებელი ნივთიერებებით აღჭურვილი დრონებით ანგრევდნენ. ღაზის ჯანდაცვის უწყების ცნობით 1 სექტემბრის ავიადარტყმებს 31 მოქალაქე ემსხვერპლა, რომელთაგან ნახევარზე მეტი ქალი და ბავშვია. 13 ადამიანი დაიღუპა ქალაქ ღაზაში, სადაც ისრაელმა რამდენიმე მასშტაბური რეიდი ჩაატარა. ისრაელი კვლავ აცხადებს, რომ მათი სამიზნე მხოლოდ მებრძოლები არიან და მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვაში ჰამასს ადანაშაულებენ. მათი განმარტებით ჰამასის მებრძოლები სწორედ მჭიდროდ დასახლებულ რაიონებს აფარებენ თავს. ადგილზე სულ უფრო მძიმდება ჰუმანიტარული კრიზისი. მაგალითად, ხან-იუნისში პალესტინელები უკვე რამდენიმე დღეა ცარიელი ქვაბებით ამაოდ განან საკვების რიგში. აგვისტოში გამოქვეყნებული გაეროს ერთ-ერთი ანგარიშის მიხედვით, თითქმის 9 მილიონი ადამიანი, ანუ ღაზის მოსახლეობის დაახლოებით 1/4 კატასტროფული შიმშილის ზღვარზეა, რომელთაგან ბევრი არასრულფასოვან კვებასთან დაკავშირებული მიზეზებით გამოწვეული სიკვდილის საფრთხის წინაშეა. ჩვენ რთულ ვითარებაში ვცხოვრობთ, მიუხედავად შემოსული დახმარებისა, არც საკვებია და არც სასმელი. დახმარება საჰაერო გზით მოდის, მაგრამ ჩვენ ვერ ვსარგებლობთ. ვისთვის ტოვებენ მას ისრაელელები? ქურდებისთვის? პალესტინელები, რომელთაგან უმეტესობა ომის გამო არაერთხელ იქნა იძულებით გადაადგილებული, ახლა ორმაგი საფრთხის წინაშე არიან. საბრძოლო მოქმედებები და შიმშილი. ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით ომის შედეგად 63,547 პალესტინელი დაიღუპა. 160,660 ადამიანი კი დაშავდა.